დიდი მადლობა ბატონო მარში ჟუანია, მეცნიერებათა დოქტორი. უჯოხოთ უნდა გამოვიდე. დროებითი პრობლემაა. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ჩვენ პირველი ეტაპი, ესე იგი მივიღეთ დოქტრინა. რა არის ამ დოქტრინის მთავარი მიზანი? მთავარი მიზანი არის ის, რაც ყველაზე უარესია საქართველოში, მართვის სისტემის, მისი გაუმჯობესება, მისი მოყვანა ცივილიზებული გზებით ნორმალურ დონემდე. თქვენ კარგად იცით, რომ მმართველობის მთავარი ამოცანა რა არის? აი იმას, რასაც მართავთ, იმის განკარგულებაში არსებული რესურსების ოპტიმალურად გამოყენება. რა რესურსები აქვს ქვეყანას? პირველ რიგში რა თქმა უნდა ადამიანური რესურსები. ესე იგი, ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული საქმიანობაში. სამწუხაროდ, საუბედუროდ, მთელი 50 წლის მანძილზე ხელისუფლება იმას აკეთებს, რომ აქედან ეს რესურსი დაიკრიფოს და წავიდეს სხვაგან. ეს ერთი. მეორე რესურსი არის ეს ჩვენი ჰაერი, მიწა, მზე, წიაღისეული, აი ეს რაც გვაქვს და იმ დოქტრინაში ეს გვიწერია, ეს არის საერთო სახალხო და არავის არ აქვს უფლება ცალკე დაესაკუთროს და ესე იგი, ასე ვთქვათ, მოაჯდეს მას და მარტო თვითონ და თავისი ახლობლების სარგებლობდნენ ამით. ეს მარგანეცი იქნება, ოქრო იქნება, ვერცხლი იქნება თუ ნეფტი იქნება. ჩვენ არც კი ვიცით რა არის, ესე იგი, ესეც უნდა ამოვიდეს და სიბნელიდან და ქვეყანამ უნდა გაიგოს, რას ფლობთ ჩვენ მარცხნივ დიდრები ვართ, უამრავი სიმდიდრე გვაქვს და ის უნდა გადანაწილდეს საზოგადოებაზე. ამას ითხოვს დოქტრინა. მესამე სიმდიდრე რა არის? ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ხო? ესე იგი, აი ამ ადგილის პატრონი რა თქმა უნდა სარგებლობდეს და ეს ყველაფერი უნდა მოახმაროს საზოგადოებას. სამწუხაროდ ბიბლიაში წერია, რომ ცრუას ადამიანი ყოველთვის თავისთვის ცდილობს მაქსიმალურის გაკეთებას. ამიტომ არის საჭირო დოქტრინა, კონსტიტუცია, კანონები იმისათვის, რომ სამართლიანობა დამკვიდრდეს, რომ ოპტიმალური სისტემები ამუშავდეს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შანსი გამოიყენოს თავისი რესურსი. როცა არის ნეპოტიზმი, აი წერია ნეპოტიზმი, რა თქმა უნდა მაშინ იკარგება აი ეს უპირატესობა, ჭკვიან ხალხს არ აძლევენ გზას. არ მინდა ახლა ეს რაღაც სხვანაირი მაშინ გამიგოთ, მაგრამ აგერ დგას კაცი, რომელიც ყველა ვიცით, რომ საქართველოს აი ამ ბოლო 40-50 წლის მანძილზე ამაზე უკეთესი მმართველი გუბერნატორი არ იყოს სხვა 20 რამდენია 24 წელია ეს კაცი მმართველობაში არ არის. როგორ შეიძლება ამისთან კაცი ყავდეს და იმას არ იყენებდეს? ამაში ლიმიტი წავედიო. მადლობა. აი ეს ამას ემსახურება ეს დოქტრინა. დიდი მადლობა. ბატონო ვარასპოძია საბირეთ მინდა მანამდე მინდა მოვიწვიო შეიძლება ჩვენ შორიდან რამდენიმე საკითხი ეხლავე მე მინდა ბატონი პესიკ ყველაშვილი მინდა მოვიწვიო მის ორბიჩთან ერთად. აი ნახეთ, ამ დოქტრინის ერთი საყრდენი არის რომ საქართველოს აქვს, ყველა ქართველს აქვს ორი ოჯახი. ერთია საკუთარი ოჯახი და მეორე საქართველოს როგორც მისი ოჯახი. აი ეს ოჯახი აგერ ეს ორბიჩთან ერთად ჩამოვიდა ორბეთში სასაული რამდენი აქვს წესულის და დიდ საქმე ჩაუდგა სათავეში ბანკების მიერ გაზარალებულთა დიდ მოძრაობას. აი საქართველოს არის ძლიერი ოჯახი. აი ძლიერი ოჯახი და ოჯახი რომელიც ამბობს რომ საქართველოსა კიდე მეორე ჩვენი ოჯახი. მადლობა ბატონო თემურ მოგესალმებით ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. მე კუთხიდან ავარ წარმოსული ვანგლისიდან, სადაც მოხდა კითხვის ბრძოლა და მონაწილეობდა დავით აღმაშენებელი, ჩვენი მეფე და უძლიერესი ადამიანი. ბატონო თემურ დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ ყველას დიდი მადლობა და ესეთი მრავალდავრ დავითულოს დაეწერა და ესეთი დღეები გიმრავლოთ კუთხიდან და ყოფილიყოს მომავალი საქართველოს. მადლობა. უბრალოდ ქვეყანას ასეთი ოჯახები. მოგესალმებით, გილოცავთ დღეს დავასრულოთ იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ კიდე მაქსიმალური გავაკეთებინა ჩვენი ქვეყნისათვის.
ერთ დეტალს ვიტყვი, უბრალოდ ერთ დეტალს ვიტყვი, რომ ჩვენ როდესაც მეცნიერთა კონგრესმა და ქართული ერთობის დარბაზმა მიმართვა მოსახლეობას, რომ დაასახელეთ ვინ გინდათ ხელისუფლებაშიო, აი ბატონი პესიკიც და მაშინ უფრო გადაიწყოთ და აი ეს ახალგაზრდა კაცი და თქვენს ასეთი ხალხი გინდაო, მაგრამ ამ გუნდს არ მიცეს საშუალება არჩევნებში მონაწილეობის, იმიტომ რომ შეშინდე ლადო ჭანდურია იყო სათავეში და ბევრი სხვა ვინმე. გავიტანთ ამას ყველაფერს, მაინც არ შეიძლება ასეთ პრიმიტივიზმით იცხოვროს ქვეყანა. ძალიან გაგრძელდება. კაპიტანი ლუარი მიჟელაძე, მეცნიერებათა დოქტორი, ჩამოყალიბდა იტალიიდან. დიდი მადლობა. დიდებულო ქართველო ერო, დიდებულო ქართველო ხალხო. დიდებული ერია ამ ქვეყანაში. ხალხია დიდებული ამ ქვეყანაში და ხალხზე მაღლა არავინ არ დგას. და ის ვინც ხალხზე მაღლა აყენებს თავის თავს, ის არ არის ამ ქვეყნის ერის და ქვეყნის ინტერესის გამომხატველი. ამიტომაც ვთვლი, რომ სახელმწიფო არის მიტაცებული და ჩვენ ერმა, ხალხმა, ყველამ ერთად უნდა დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო. მეცნიერთა კონგრესს აქვს დიდი პრეტენზია, რომ საქართველოს ქართველ ერს ხალხს შესთავაზოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. სწორედ ეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა არის ის ღერძი და ბერკეტი, რომელიც ქართველ ერს მიტაცებულ სახელმწიფოს დააბრუნებინებს. მე არ შევეხები დიაგნოსტიკას, იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩემზე უკეთესად იცით. მე დღეს მორალური უფლება არ მქონდა იმ დღეს გელათის დიდ ისტორიულ კედლებში, სადაც ქვეყნის მომავლისთვის მთავარ დოკუმენტს განიხილავდნენ და მიიღებდნენ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ დღეს არ დავსწრებოდი. სწორედ ამიტომაც ჩამოვედი და ემიგრანტების განწყობა ჩამოვიტანე, რომ ის ემიგრანტები ელოდებიან ადრე თუ გვიან გზა, უკან დასაბრუნებელი გზა გაიხსნას. აქ ბევრი სხედრად ვისი ოჯახიდანაც თვითონცები მაინც ემიგრაციაშია წასული. ამიტომაც გარეთ გასულებმა და შინ დარჩენილებმა ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ირგვლივ გაერთიანება და ის მივიღოთ რეფერენდუმი. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომელიც თავის თავს ამ ქვეყნის ხელისუფლებას ეძახის, უნდა გაითვალისწინოს ერის და ხალხის ინტერესი. და ერის და ხალხის ინტერესი არის, რომ მივიღოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა რეფერენდუმი. ის 21 პუნქტი, სადაც ყველაფერი არის გათვლილი, სისტემა, მართვის სისტემა გადავიდეს. მართვის სისტემის 21 პუნქტზე, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი გთავაზობს. ეროვნული თანხმობის პარლამენტი, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი გთავაზობს. სწორედ აი ამ პროგრამების ირგვლივ უნდა დაიწყოს ერმა გაერთიანება და თუ ერი გავერთიანდებით, კლოუნი პოლიტიკოსების მართული ქვეყანა დამთავრდება და ნამდვილი ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც სწორედ აღმაშენებლისეულ საქართველოს დაგვაბრუნებინებს. ამიტომაც ძალიან გთხოვთ, ქართველო ერო, ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის მოწოდება, გავერთიანდეთ არამომედლე კონკრეტული პიროვნების ირგვლივ, არამომედლე კონკრეტული პარტიის ირგვლივ, არამედ გავერთიანდეთ პროგრამების ირგვლივ, პროგრამების, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. ვიდალითო, ვითამაროთ ქართველებო და იძილებოთ საქართველო. მადლობა. ბატონი თემურის ლავია. გამომწერების აქცია მოწერილი ხელი ძალიან მნიშვნელოვანი პრემიაა. გამსახურდია ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი ფიგურა და აფხაზეთიდან იყო მაშინ ხელისუფლებაში. მოგესალმებით, გამოდონებო და მადლობო. კიდევ ერთხელ მინდა ის დიდი სულისკვეთება, რომელიც ამ ჩვენს ერთობაში დღეს უფერს და სულია საქართველოში
დავით აღმაშენებლის დიდი წმინდა მეფის ხსენების დღეს მინდა შეუერთო ჩემი განწყობაც და ვისურვოთ ყველა ერთად რომ დავთვალოთ ყველა ის სირთულე, რომელშიაც საზოგადოებრივ იმყოფება ჩვენი ქვეყანა და მე მართალად ვარწმუნებული რომ ერთიანი ნერვის გამოხატვის შემთხვევაში ეს სირთულეები უპირობოდ დაიზრდება. ახლა აქ საუბარი მიდის ეროვნულ სახელმწიფოებრივ იდეას, პრაქტიკულად ხო დოქტრინა, ეს იდეა აქედან მოდის და როგორც გამოჩნდა, ესე იგი, ბევრი ისეთი შეკითხვა გაჟღერდა, რომელიც დაკონკრეტებას მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ ესე იგი, ამ შემთხვევაში დაკონკრეტება აუცილებლობა არ არის. ვინაიდან ეს დოქტრინა წარმოადგენს, ესე იგი, ჩვენს სახელმწიფოს სავიზიტო ბაზას, თქვათ ეს ძალიან მარტივად. ხო, აი ეს არის ჩვენ და აი ამ სახელმწიფოს თავაზობ ჩვენ ყველა სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ჩვენთან და რომელსაც ჩვენთან დაჭირდება ამათ იმ სახის ურთიერთობა. ხო, რა თქმა უნდა, ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივი მოთხოვნების დაფუძნებაში. ამიტომ შეიძლება ვთქვათ ესეთნაირად, რომ ესე იგი დოქტრინა წარმოადგენს ალბათ ფასეულობათა კრებს, რომელშიც შემოვდივართ ჩვენ და რომელსაც შეგვიძლია გაუზიარო სხვას. აი ეს არის სხვა შემთხვევაში გამოსვლელებმა ბრძანეს ბატონმა თემურმა არაერთხელ მიანიშნა იმ დიდ მასალაზე, რომელიც შეიქმნა მეცნიერთა კონფერენციის კონკრეტული წარმომადგენლების მიერ და შესაძლებელია ყველა ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს ალბათ დისკუსიები. აი სწორედ ქართული ტელევიზია, სწორედ ეს პლატფორმაა, სადაც ყველა ერთმანეთს უზიარებს, აბსოლუტურად გასწრილია და უნიკალური მოვლენა ქართული TV იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი ყველას შეუძლია მოვიდეს, ყველა შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს და ალბათ მეცნიერული მიდგომა იქნება, რომ ყველა აზრი ალბათ იქნება გათვალისწინებული და ალბათ რაციონალური დასკვნა გამოყენებული და ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ალბათ ვეწევით ჩვეული ჩვენთანავე. მე მინდა წარმატება ისურვოთ თითოეულ თქვენთანაც კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და კონდეს პალიდელი დღის იმედი. მადლობა საბუთონი ვარდისაშვილ პედაგოგი. მოგესალმებით. ნამდვილად მეგონიერება რომ დღეს თქვენთან ვარ, მომეცა საშუალება მომისმინა დოქტრინის განხილვა და ერთადერთი მოკლედ ვისმის ჩემს საქმეს, ერთადერთი საკითხზე გავამახვილე ყურადღება. ეს არის ქართული ენის ფუნქციების დაცვა. მე გახლავართ ფილოლოგი მასწავლებელი, მასწავლებლის 3 წელი დაწყებითში ვიყავი დირექტორი, ვიყავი მოადგილე, ვიყავი საერთო სკოლის მასწავლებელი, ასე უამრავი გამოცდილებით მოვედი თქვენთან. ქართულ ენასაც 3 ფუნქცია. აზროვნების, შემეცნების და ურთიერთობის ფუნქცია. დღევანდელ სასწავლო სისტემას თავისი იურიდიული კანონში აქვს მხოლოდ კომუნიკაცია. რაც ხელს უშლის იმას, რომ როგორც უნდა ისე მოექცნენ ქართულ ენას. ეს არის ძალიან ძნელი. მე დავინახე დიდი მეცნიერების გამოსვლა, რომლებიც მსოფლიო სკოლებს იცნობენ და ძალიან კარგია ეს სიახლეები, რაც კარგია და მისაღები, მაგრამ გავიხსენებ წარსულს. ილიამ გერმანული სკოლა შემოიტანა, მაგრამ გაახარხულა იგი. აქ ძირითადში არის ეს. ნამდვილად არის. ისია მინიშნებული, ხალხმა უნდა გადაწყვეტოს ეს. მაგრამ სამწუხაროდ ნათარგმნი და უვიცად ნათარგმნი სასწავლო სისტემა გვაქვს ჩვენ და ერთი საკითხიც მინდა მოდესმოგერთით ძალიან ვფრთხილდები დროს, მაგრამ როცა მშობლიურ ენას სწავლობს ბავშვი ფსიქოლოგების დასკვნას მოგახსენებ, მარცხენა ნახევარსფერო ერთვება მაშინ. როცა უცხო ენას სწავლობს და ნებისმიერს ეს რუსული ან ინგლისური არ აქვს მნიშვნელობა, მარჯვენა ერთვება მაშინ. წლების წინ, როდესაც რუსული სკოლის სწავლება, რუსული ენის სწავლების საკითხი იყო, მაშინაც იყო ეს გამოკვლეული და ამას მოყვა ის, რომ მესამე კლასში ამოიტანეს რუსული ენის სწავლება. დღეს პირველ კლასშია უცხო ენის სწავლება, არ აქვს მნიშვნელობა კიდევ მეორედ, ეს იქნება ინგლისური თუ ეს იქნება რუსული და ჩვენ მივიღეთ მოკლე აზროვნება, რომელსაც ახლა აბრალებენ ტელეფონს, მშობლის დაუშვათ მოუცლელობას და ასე შემდეგ არა მეგობრებო.
თუ ვერ არ შეუძლია ბავშვს ატაროს ერთი ტომარა ტვირთი და მეორე ტომარა მოგიგე კიდე ზურგზე, ნამდვილად არ შეიძლება მან შეძლოს ის, რომ ქართული აზროვნება სამომავლოდ განაგზავნოს. ინგლისის მაგალითს მოვიდა. ინგლისში პირველ, მეორე, მესამე კლასში ინგლისურ ენას და ჩვენს ასწავლიან. იციან ინათმა, რომ საკუთარ ენას უნდა გაუთქმიდნენ. განათლების დარგში რაც გნებავთ, რაც ვიცი, ჩვენთან ენაცვალოს, ჩვენ საქართველოს. ყველა ნამდვილად დაგეხმარება. სულ ეს არის. ძალიან ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს პროგრამებში, მე მინდა მადლობა უთხრა მას იმ სიტყვით ვირავწანა. არის ასეთი, რომ საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ ქართული სკოლები, მაგრამ გაძლიერებული ინგლისურით, გაძლიერებული გერმანულით, გაძლიერებული ფრანგულით, გაძლიერებული იტალიურით, ესაა სწორი პოზიცია. მე როდესაც ქალაქის მერი ვიყავი და გავაუქმე რუსული სკოლები ქუთაისში, იმის გამო კი არა, რომ რუსული ენის წინააღმდეგი ვიყავი, ან რუსეთის წინააღმდეგი და ასე რომ მოინათლა მაშინ. არა, მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება საქართველოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში რუსული სკოლა იყოს. ისევე როგორც არ შეიძლება უშიშროება დღესაც და ამ მაშინაც აკები იყოს უნივერსიტეტის უკან. არის რაღაც საკითხები, რომელიც და დაარეგულიროს უკვე სხვა კანონებმა და საქართველოში მართლა ქართული სკოლა უნდა იყოს, მაგრამ ენები ვასწავლოთ ხალხს. მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნავს ქართული ენა, როგორც იქნება შეიძლება დავადასტურო, რომ იეროგლიფები და ინგლისური აღწერის მარჯვენა ნახევარსფეროში. რაც შეიძლება დამარცხვა და ქართული ენა ეს არის ინტელექტუალური ცენტრი განთავსებულია მარცხენაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარება არის სწორედ აი ამის საწინდარი მარცხოვანი დამარცხვა, ან მარცხოვანი ენა აღწერის მარცხენა ნახევარსფეროში. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არ უნდა ისწავლებოდეს დაბალ კლასებში. ქართული ჯერ აზროვნება უნდა იყოს სხვა ენაზე. სამწუხაროდ ეს მოგზავნით ბატონ გიორგი შაშიაშვილი, მოკლედ ეხლა დავუსრულებით და ბოლოს უნდა დავახინოთ ქართლის პარლამენტის იდეა, რომელსაც კონცეფციას გავაშკერებთ და შემდგომ გვექნება ამ თემაზე გაფართოებული და ნამდვილი ხელისუფლება მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც სწორედ აღმაშენებელ ლისეულ საქართველოს დაგვაბრუნებინებს. ამიტომაც ძალიან ქართველო ერო, ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის მოწოდება, გავერთიანდეთ არამომედრე კონკრეტული პიროვნების ირგვლივ, არამომედრე კონკრეტული პარტიის ირგვლივ, არამედ გავერთიანდეთ პროგრამების ირგვლივ, პროგრამების, რომელიც ამ ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. ვიდალითო, ვითამაროთ ქართველებო და იძილებოთ საქართველოს. მადლობა. დამოუკიდებლობის აქცია მოწერილი ხელი ძალიან მნიშვნელოვანი პრემია. გამსახურდია ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი ფიგურა და აფხაზეთიდან იყო მაშინ ხელისუფლებაში. მოგესალმებით, გამოდონებო და მადლობო. კიდევ ერთხელ მინდა ის დიდი სულისკვეთება, რომელიც ამ ჩვენს ერთობაში დღეს უფერს და სრულიად საქართველოში დავით აღმაშენებლის დიდი წმინდა მეფის ხსენების დღეს მინდა შეუერთო ჩემი განწყობაც და ვისურვოთ ყველა ერთად, რომ დავთვალოთ ყველა ის სირთულე, რომელშიც საზოგადოებრივ იმყოფება ჩვენი ქვეყანა და მე მართლა ვარწმუნებული, რომ ერთიანი ნერვის გამოხატვის შემთხვევაში ეს სირთულეები უპირობოდ დაიზრდება. ახლა აქ საუბარი მიდის ეროვნულ სახელმწიფოებრივ იდეას, პრაქტიკულად ხო დოქტრინა, ეს იდეა აქედან მოდის და როგორც გამოჩნდა, ესე იგი, ბევრი ისეთი შეკითხვა გაჟღერდა, რომელიც დაკონკრეტებას მოითხოვს. მე ვფიქრობ, რომ ესე იგი, ამ შემთხვევაში დაკონკრეტება აუცილებლობა არ არის. ვინაიდან ეს დოქტრინა წარმოადგენს, ესე იგი, ჩვენს სახელმწიფოს სავიზიტო ბარათს, თქვათ ესე ძალიან დარბივა. ხო, აი ეს არის ჩვენ და აი ამ სახელმწიფოს თავაზობ ჩვენ ყველა სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ჩვენთან და რომელსაც ჩვენთან დაჭირდება ამარტო იმ სახის ურთიერთობა. ხო, რა თქმა უნდა, ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამიტომ
შეიძლება ვთქვათ ესეთნაირად, რომ ესე იგი დოქტრინა წარმოადგენს ალბათ ფასეულობათა კრებს, რომელშიც შემოვდივართ ჩვენ და რომელსაც შეგვიძლია და რომელიც შეგვიძლია გაუზიარო სხვას. აი ეს არის სხვა შემთხვევაში გამოსვლელებმა ბრძანეს ბატონმა თემურმა არაერთხელ მიანიშნა იმ დიდ მასალაზე, რომელიც შეიქმნა მეცნიერთა კონფერენციის კონკრეტული წარმომადგენლების მიერ და შესაძლებელია ყველა ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს ალბათ დისკუსიები. აი სწორედ ქართული ტელევიზია, სწორედ ეს პლატფორმაა, სადაც ყველა ერთმანეთს უზიარებს, აბსოლუტურად გასწრებია და უნიკალური მოვლენა ქართული TV იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი ყველას შეუძლია მოვიდეს, ყველა შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს და ალბათ მეცნიერული მიდგომა იქნება, რომ ყველა აზრი ალბათ იქნება გათვალისწინებული და ალბათ რაციონალური დასკვნა გამოტანილი და ეს არის ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რასაც ალბათ ვეწევით ჩვეული ჩვენთანავე. მე მინდა წარმატება ისურვოთ თვითონ თქვენთანაც კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და კონდეს კვალიტეტური დღის იმედი. მადლობა აბატონი ლავი ფასილაშვილი პედაგოგი. მოგესალმებით. ნამდვილად მეგონიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ვარ, მომეცა საშუალება მომისმინა დოქტრინის განხილვა და ერთადერთი მოკლედ ვიშვი ჩემს საქმეს, ერთადერთი საკითხზე გავამახვილე ყურადღებას. ეს არის ქართული ენის ფუნქციების დაცვა. მე გახლავართ ფილოლოგი მასწავლებელი, მასწავლებლის 3 წელი დაწყებითში ვიყავი დირექტორი, ვიყავი მოადგილე, ვიყავი საერთო სკოლის მასწავლებელი, ასე რომ უამრავი გამოცდილებით მოვედი თქვენთან. ქართულ ენასაც 3 ფუნქცია. აზროვნების, შემეცნების და ურთიერთობის ფუნქცია. დღევანდელ სასწავლო სისტემას თავის იურიდიულ კანონში აქვს მხოლოდ კომუნიკაცია. რაც ხელს უშლის იმას, რომ როგორ უნდა ისე მოექცნენ ქართულ ენას. ეს არის ძალიან ძნელი. მე დავინახე დიდი მეცნიერების გამოსვლა, რომლებიც მსოფლიო სკოლებს იცნობენ და ძალიან კარგია ეს სიახლეები, რაც კარგია და მისაღები, მაგრამ გავიხსენებ წარსულს. ილიამ გერმანული სკოლა შემოიტანა, მაგრამ გააქართულა იგი. აქ ძირითადში არის ეს. ნამდვილად არის. ისია მინიშნებული, ხალხმა უნდა გადაწყვეტოს ეს. მაგრამ სამწუხაროდ ნათარგმნი და უცად ნათარგმნი სასწავლო სისტემა გვაქვს ჩვენ და ერთი საკითხიც მინდა მოდის ერთი ძალიან უხდები დროს, მაგრამ როცა მშობლიურ ენას სწავლობს ბავშვი ფსიქოლოგების დასკვნას მოგახსენებ. მარცხენა ნახევარსფერო ერთვება მაშინ. როცა უცხო ენას სწავლობს და ნებისმიერ ეს რუსულია, ინგლისურია არ აქვს მნიშვნელობა, მარჯვენა ერთვება მაშინ. წლების წინ, როდესაც რუსული სკოლის სწავლება, რუსული ენის სწავლების საკითხი იყო, მაშინაც იყო ეს გამოკვლეული და ამას მოყვა ის, რომ მესამე კლასში ამოიტანეს რუსული ენის სწავლება. დღეს პირველ კლასშია უცხო ენის სწავლება, არ აქვს მნიშვნელობა კიდევ მეორე, ეს იქნება ინგლისური თუ ეს იქნება რუსული და ჩვენ მივიღეთ მოკლე აზროვნება, რომელსაც ახლა აბრალებენ ტელეფონს, მშობლის დაუშვათ მოუცლელობას და ასე შემდეგ არა მეგობრებო. თუ არ შეუძლია ბავშვს ატაროს ერთი ტომარა ტვირთი და მეორე ტომარა მოგიდე კიდე ზურგზე, ნამდვილად არ შეიძლება მან შეძლოს ის, რომ ქართული აზროვნება სამომავლოდ განაგზავნოს. ინგლისის მაგალითად მოვიდა. ინგლისში პირველ, მეორე, მესამე კლასში ინგლისურ ენას და ჩვენს ასწავლიან. იციან იმათმა, რომ საკუთარ ენას უნდა გაუქმებდნენ. განათლების დარგში რაც გნებავთ, რაც ვიცით, ჩემთან ენაცვალოს, ჩემს საქართველოს. ყველანაირად დაგეხმარებულ ძალიან ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს პროგრამებში, მე მინდა მადლობა უთხრა მას იმ სიტყვით ვაბრძანა. არის ასეთი, რომ საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ ქართული სკოლები, მაგრამ გაძლიერებული ინგლისურით, გაძლიერებული გერმანულით, გაძლიერებული ფრანგულით, გაძლიერებული იტალიურით. ესაა სწორი პოზიცია. მე როდესაც ქალაქის მერი ვიყავი და გავაუქმე რუსული სკოლები ქუთაისში, იმის გამო კი არა, რომ რუსული ენის წინააღმდეგი ვიყავი, ან რუსეთის წინააღმდეგი და ასე რომ მოინათლა მაშინ. არა, მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება საქართველოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში რუსული სკოლა იყოს. ისევე როგორც არ შეიძლება უშიშროება დღესაც და მაშინაც კგბ იყოს
უნივერსიტეტის უკან. არის რაღაც საკითხები, რომელიც და დაარეგულიროს უკვე სხვა კანონებმა და საქართველოში მართლა ქართული სკოლა უნდა იყოს, მაგრამ ენები ვასწავლოთ ხალხს. მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნავს ქართული ენა, როგორც იქნება შეიძლება დავადასტურო, რომ იეროგლიფები და ინგლისური არ არის მარჯვენა ნახევარსფეროში. რაც შეიძლება დამარცხვა და ქართული ენა ეს არის ინტელექტუალური ცენტრი დათავსებულია მარცხენაში. ამიტომ ძალიან ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ ძმათა ქვეყნის შვილები. ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ ძმათა ქვეყანაა ეს. თარგამოსის ბიჭების დაარსებულია ეს ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მონებად გვაქციეს, როცა მაშინ იტყებოდა ეს საქართველო, იმიტომ დაფუძნდა, რომ მონებად უნდა ყოფილიყვნენ თარგამოსის შვილები. ნებროტმა დააწესა ეს მსოფლიოს ყოფილება დღევანდელი. მონებად უნდათ ეს ხალხი, მაგრამ ჩვენ მეტი ვიყავით ყოველ დროს. იმიტომ შემოვშვით ეს ხალხი, ხიზნები იყვნენ. იმიტომ იქიდან ხუნები აწევდნენ, იქიდან აწევდა იმერელები. კავკასიონს რამოდენიმე კარია, იმ კარებიდან შემოიჭრე, მოვიდნენ ჩვენ, მივიღეთ, მაგრამ დიახ, 1000 წლობით ცხოვრობ ძმობაში. მაგრამ რუსეთი რომ მიაწვა იქიდან და რომ შემოვიდა, მერე ესე იგი ჩვენ ძმობას ბზარი გაუჩნდა. დღეს ჩვენ მტრები ვართ, მაგრამ არ დავივიწყოთ, რომ საქართველო არის ძმათა ქვეყანა. ებრაელთა ერმა იცხოვრა ჩვენთან თითქმის 3000 წელი. ყველგან ხო ნატირებია ესე იგი, ყველა ერი ესე იგი, დასავლეთი დღეს რო ამაყობს თავისი კანონებით და ადამიანის მოხმარეობით, როგორ ექცეოდა იმ ებრაელ ხალხს. საქართველოში არც ერთ ექსცესი არ მომხდარა ამის. ამით მტკიცდება, რომ ჩვენ ძმათა ერი ვართ. ამიტომ ბატონო, მე მინდა ეს შევტანოთ ამ დოქტრინაში ეს კუთხე, რომ ჩვენ სულ სხვა მოდელი ვართ. ეს მოდელი უნდა გავხსენდეს დედამიწაზე. თორემ ცუდათაა საქმე. დღეს უკვე გლობალური პრობლემები რა არის ესე იმ შედეგია, რომ მონარქცეულია ყველა ერთი. ახლა გამგენაცვალე. ხოდა ამიტომ მე მინდა ესე იგი შევახსენო ყველა ქართველს, მონარქ მიიქცევით, ნუხიდით ხმებს, იმიტომ რომ 5 კილო კარტოფილზე ქართველი რო გაიყიდება, რომელ ძმობაზე და რომელ საქართველოზე ელაპარაკი, ჩემოკარგებო. და მე როგორც მოხანდაკე კაცი კიდე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. აი ბატონ თემურის უთხარი, ბატონ მეორე თემური მჟავიასაც უთხარი. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა კონსტანტინე გამსახურდიან შემიკვეთა დავით აღმაშენებლის ძეგლი. იმის ფოტო არის აქ ერთი დარჩენილი აგერ. ნუ დანარჩენი პლაკატები არ ვიცი საცავიდა, ეს ალბათ ხელმძღვანელობასთან უნდა გავირკვიო. დიდი პატივი იყო ჩემთვის, ბაზი კაცისთვის, რომ ჩემი ნამუშევრების პლაკატები იყო ამ დარბაზში. ხოდა დღეს მე ვამბობ, პატარა ბიჭი ვიყავი, როცა კონსტანტინე გამსახურდიამ შემიკვეთა ეს ძეგლი და გელათში უნდოდა ზუსტად მამის. მაგრამ კონსტანტინე იმავე წელს გარდაიცვალა. და მე უკვე ბებერი კაცი გამოიყენეთ ჩემი ძალა და ღონე სანამ ფეხზე ვარ. დავით აღმაშენებელი იმსახურებს იმას, რომ აი ერთ-ერთ აქ გორაზე დადგეს და გადმოხსნეს საქართველოს. დიდი მადლობა. მადლობა ყველას. ჩვენი მონიზება თანდათან დასასრულს უახლოვდება. მადლობა თქვენ ყველას მომბრძანებისთვის. დღევანდელი დღე შედგა, ჩვენ აღვნიშნეთ დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით. სამწუხაროდ არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები არ დაინტერესებდნენ ჩვენ ოფიციალურად დაუგზავნეთ წერილი, ოფიციალურად დაუგზავნეთ ტელევიზიებს, მხოლოდ პირველი არხი იყო და მადლობა მომბრძანებისთვის და გააშუქეს. ჩვენ ნენელა მივდივართ დასასრულისკენ.
ეხლა ვიდა სიტყვა ვთხოვო ბატონ მურმან ყვარაცხელიას კონგრესი გააკეთებს მიმართვას პოლიტიკურ პარტიებისა და პოლიტიკოსებისათვის, რომელიც შემდგომ იქნება მათი პასუხებიდან გამომდინარე ჩვენ დავინახავთ მათ რეაქციას. თუმცა ყველა ვიცით, რომ სავარაუდოდ რა იქნება პასუხი. ამიტომ ჩვენ არ დაველოდებით ვიწყებთ მეორე ეტაპს, იმიტომ რომ ამ დოქტრინაზე გაჩერება არ იქნება სწორი, ეს იქნება დანაშაული და იმის ბატონ მურმანი გამოცნობს შემდგომ ეტაპებს. მადლობთ. მოგესალმებით ბატონებო. ძალიან დიდი დღეა საქართველოში. სენატის მინდა სულიერ გადმოვიდე. ეს ასწავლია თავით აღმოჩენილი და ახლა შეიძლება ჩვენს მიმართვას გელათის მეცნიერებათა კონგრესის მიმართვა პარტიებისადმი, პოლიტიკოსებისადმი. კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობა. მეცნიერებათა კონგრესში თქვენდამი მიმართვის თაობაზე თითქმის 1 წელი ინტენსიურად ფიქრობთ. დამოუკიდებლობის წარდგენის შემდგომ აშკარაა, რომ მეცნიერთა მოსაზრებები ბევრს აღიძენებს. განსაკუთრებით შეიძლება იყოს ამისი ფაქტები ხელისუფლების გარკვეულ წრეებში. პირიქით უნდა იყოს სამწუხაროდ არა პროგრესული და ანტიქართული განწყობის საწესად პარტიებსა და პოლიტიკოსებს დავთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩვენი მეცნიერების მასშტაბობაც არ აღმოჩნდა ქვეყნისა და ხალხის მდგომარეობის დროის შესაბამისი. ვთქვათ პირდაპირ რეალურად. ჩვენ რომ დამოუკიდებლობის წარდგენის შემდგომ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გვეთანამშრომლა, დღეს ქვეყანაში რადიკალურად სხვა მდგომარეობა იქნებოდა. არა გონია ან თქვენ ან თუნდაც ერთ მოაზროვნე ადამიანს გონდეს სხვა აზრი. ქართული ხალხი, საქართველოს მოსახლეობა თანამემამულენი არ იმსახურებენ ასეთ ყოფას. დიდ და ქვეყანაში ცხოვრობთ ღარიბად. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არსებობისათვის, მაშინ როდესაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია უფრო მეტად შეიძლება. აქ ნიჭი ძალაუფლება უნდა იყოს და არა ფულის, როგორც კაპიტალიზმის სიტუაცია და მახასიათებლები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თქვენ წარედ და მძიმედ არ იყავთ ამ შეფასებებს, მაგრამ ჩვენი ანალიზით მდგომარეობა გაცილებით წარედ და მძიმეა. შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ გიჭირთ ამის აღიარება და სამწუხაროდ ჩვენ დავაგვიანებთ ჩვენი პრინციპული პოზიციის გამოკვეთა და სოფლიოში აღიარებული კანონზომიერებით მოქმედება. რომ მეცნიერება როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების ბუნებრივი ოპოზიცია. რომ მეცნიერება ხალხის რეალური ინტერესების დამცველი და გამომხატველი. სწორედ ამიტომ, როგორც თქვენ ასევე ჩვენ მეცნიერებს და მეცნიერებას გვეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში დღეს შექმნილ რეალურ მდგომარეობაზე. მეცნიერება დიდი ილია ჭავჭავაძე უწოდებდა ღვთიურ ცოდნას. ეს არის გენიალური გამონათქვამი. ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა ძლიერი იყო მაშინ, როცა მეცნიერებს ჰქონდათ ქვეყნის განვითარების რეალური პროგრამები, როცა ხელისუფლებები მეცნიერულ პროგრამებზე დაყრდნობით წარმართავდნენ რეალურ პოლიტიკას. დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა იყო მისი მაგალითი. საქართველოს მეცნიერების საზღვრის ხელისუფლების დამოუკიდებლობის უნიკალურ მაგალითს აღწევდა მთელ მსოფლიოში. დღეს იმ ეპოქაში, როცა დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 და გარდაცვალებიდან 900 წელია, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას, ისტორიულ პრესებს. კარგად გავიაზროთ ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული სიტყვები. ჩვენ გვჭირდება ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუყვავა და დაუმონება. ჩვენ მეცნიერების სწორედ ამ განწყობით პარჩენებილი გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში. ამ განწყობით თავადობ მთელ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის ჩვეული ვარიანტი. ამ განწყობით ვიღებთ საერთო სახალხო განხილვის მეცნიერთა კონცეფციას ეროვნული თანხმობის ხელისუფლების არჩევის შესახებ. ამ განწყობით გიწევთ მიმდინარე წლის 31 მარტს საგურამოში
გიწევს სწორედ იმ დღეს, როცა საქართველოში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და ეროვნული ხელისუფლების მიერ დანიშნული პირველი არჩევნები შედგა. საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ეზოგარემოში თავაზობ დიდი დისკუსიის დაწყებას ამდა ბევრ სხვა საჭიროებო საქმეებო საკითხზე. საუბარს იმის თაობაზე, რომ იქნებ ერთი საარჩევნო პერიოდი მაინც დავასრულოთ საქართველოს პარტიული პარლამენტისგან და იქნებ ერთი საარჩევნო პერიოდი ხალხმა და ჩვენც ყველამ ერთად ვნახოთ რას ნიშნავს პროფესიონალთა პარლამენტი. პარტიებმა კი იფიქროთ პარტიათა ასამბლეის შექმნაზე და იქ დაანახონ თანამემამულეებს ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ თქვენთვის ბევრი საინტერესო მასალა გვაქვს მომზადებული და ვიდრე ხალხში გაგვიტანია ისინი განსაკუთრებულად სწორედ თქვენთან ერთად მინდა გამიხსნათ და გულახავ და ქვეყნის ინტერესებისაგან გამომდინარე. ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანა კრიზისში მოაჩინა, როცა ქვეყნის შიგნით გვაქვს დაპირისპირება და ეს კრიზისი მით უფრო ღრმაა, რაც უფრო მწარეა დაპირისპირება. ისტორია ადასტურებს იმასაც, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოდიოდა კრიზისიდან, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს და შეთანხმებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ სწორედ ამ ხედვით ვთავაზობთ მეცნიერებისა და პარტიების პოლიტიკოსების დიდი დისკუსიის დაწყებას საგურამოში. პირდაპირ ყოველგვარი მიკი მოკობის გარეშე ვამბობ, დრო აღენებს ასეთი შეხვედრის აუცილებლობას და არა გონია ამაზე უფრო უარი თქვას რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, თუ მას ოდნავ მაინც გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე. გადავდგათ ეს ნაბიჯი. ხალხი ამას ელოდება. რეალურია და ჩვენ შეგვიძლია კრიზისის ვაქციოდ განვითარების შესაძლებლობა. გელათის მეცნიერებათა კონგრესი 8 თებერვალი დავითობა 2025 წელი გელათი. მადლობა ყველას, განსაკუთრებით კონგრესის წევრებს და იმ მეცნიერებს, რომელიც იმუშავეს ამ დოკუმენტებზე. აქ არის ძალიან დიდი შრომა ჩადებული, წლები შრომა ჩადებული, ძალიან დიდი გუნდის ნამუშევარია. მადლობა ასევე დამწრე საზოგადოებას. მევადები დღე შედგა, მადლობა ბატონო ამ პოლიზების ორგანიზაციისთვის. ეს გადაცემა ჩვენი სპიკერი იყო ბატონი ბესიკოვი. ძალიან საინტერესო პიროვნება, თავისთავად ფაქტი იმის თაობაზე, რომ ეს კაცი უდგა სათავეში დიმიტრი ურუზნაძის თეორიის გაცოცხლებას, იმას რომ დიმიტრი ურუზნაძის ინსტიტუტი აღდგეს ისე როგორიც იყო, ეს თვითონ ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ახალგაზრდა კაცი ამ საქმისთვის არის როგორც თქვენ მოწადინებული, ჩვენ ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ. სასიამოვნოა, რომ ასეთ მეცნიერს, რომელიც კვლევითი ამ მიმართულების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია, მიყავდა დღევანდელი საღამო, ძალიან სასიამოვნოა, რომ ისეთი ცნობილი მეცნიერი და იურისტი, როგორც ბატონი თემურ მონიავა იყო მთავარი მოხსენებელი, რომ აი აქ ყველა პროფესიის წარმომადგენელია, სადაც აი დარბაზში ამდენი მწერალი და ამდენი საინტერესო პიროვნება. ჩვენ დღეს აქ რეზო პარანჩილაძე გვაკლია ყველას თვალში, რომელიც დავკარგეთ 2 თვის წინ, ძალიან ძლიერი პიროვნება და ძალიან მახარებს ის ფაქტი და ეს ხაზგასმის უნდა ვთქვათ საქართველოსთვის, რომ მისი შვილი წამოვიდა აქ, რომ აი მე ბაბუაჩემის ნაცვლად და ბაბუაჩემის განწყობით უნდა გავაგზავნო ცხოვრებაო და აქ არის მისი შვილი. მივესალმოთ მას მოიწიაგეთ, მივესალმოთ ეს ძალიან კარგი და ძლიერი ოჯახია, რომ აი რეზო პარანჩილაძეს ამის ქუთაისში გავგზავნეთ, აი დედმამის გვერდით, ესეც ცნობილი მეცნიერი და ძალიან ცნობილი პიროვნება. მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ დღეს აქ რამდენიმე პიროვნება ვიყავით, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერეთ ხელი. აქ ბატონი თემურ მჟავია გამოვიდა, ბატონი თენგიზ დიხამენჯია იყო, მეც გაყავართ ის პიროვნება, ვინც მოვაწერე ხელი, ბატონი ახვლედიანი იყო, რომელიც არ ვიცი დარჩა თუ არა ბოლომდე და რომელმაც მოვაწერა ხელი ასევე დამოუკიდებლობის აქტს. კარგია, რომ ჩვენ ასეთი ერთობით დავახსენეთ დამოუკიდებლობის აქტი და ერთ-ერთი ხელის მომწერი ბატონი იგორ ჩხეიძე შემოგვიერთდა, აგერ მივესალმოთ მას. ძალიან სასიამოვნოა, მე ვისაუბრებ იმის თაობაზე, რომ გუშინგის ოჯახში როგორი საინტერესო და კარგი შეხვედრა შედგა. აქ არის ბატონი შალვა, შეიძლება გარეთ გავიდა, მაგრამ მინდა ყველას ვთქვა, რომ გარეთ როდესაც გავა,
დიდ ტაძარში მარცხენა მხარეს დავით აღმაშენებლის აი ეგ არის ბატონი შალვა გერაძე აი ეს არის ხატმწერი გამორჩეული პიროვნება რომელმაც შექმნა ის ხატი რომელიც ომშემდივარ მარცხენა მხარეს არის დღეს ამ დარბაზში და ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი კაცი დღეს ჩვენთან ერთად არის და პირველი ხატი მან დავით აღმაშენებლის სწორედ რუის ურბნისის ეპარქიაში დავაბრძანეთ რუის ურბნისის ეპარქიიდან დღეს მამა იოსებია ჩვენთან ერთად ძალიან სასიამოვნოა რომ ასეთი პატივი დავდო პარაკლისიც გადაიხადა და ერთი ბოლოში ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ ჩვენ ვთავაზობთ მეცნიერთა კონგრესის სახელით საზოგადოების წარმომადგენელთა პეტიცია ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი საქართველოში შოთა რუსთაველის 850 წელი ვერ აღინიშნა ღირსეულად. ვერ აღინიშნა ღირსეულად დიდგორის 900 წლისთავი. ვერ აღინიშნა ღირსეულად დავით აღმაშენებლის 950 წლისთავი. ვერ აღინიშნება ღირსეულად დავით აღმაშენებლის აღსრულების 900 წლისთავი. მე მგონი რომ ხარი უნდა დაუჭირო დიდიას იმის თაობაზე რომ ამ წელში მოვემზადოთ ეს ისეთი დიდი თარიღებია მას კონკრეტული წელი არ აქვს და შეიძლება რომ მომდევნო წელი საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერო იუნესკო ევროპული სტრუქტურები აღინიშნოს ვალშია მთელი სამყარო დავით აღმაშენებლისადმი ვალშია მთელი სამყარო შოთა რუსთაველისადმი ეს საქართველოა და იქნებ სწორედ გამოცხადდეს 2026 წელი მოამზადოთ წელს რომ 2026 წელი გამოცხადდეს სწორედ როგორც დავით აღმაშენებლის ისევე შოთა რუსთაველის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნის რათა საქართველოში ამ თარიღებს დაუბრუნდეთ სერიოზულად ბატონებო ეს არის დავით აღმაშენებლის 900 წლის თავის აღნიშვნა რომელიც დღეს ნახეთ როგორ შეიძლება რომ მეფის დავით აღმაშენებლის საიუბილეო თარიღზე დიდი და პატარა ყველა პარლამენტარი პრეზიდენტი ხელისუფლება აქ არ იყოს ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი ისტორიის და ჩვენ უნდა გავასწოროთ ეს ყველაფერი და მივცეთ ყველა ჩანსი და უთხრათ რომ რაც დაგემართათ მაგრამ მოდით ყველამ აღნიშნოთ 2026 წელი ერთად და უნდა ვთქვათ პირდაპირ რომ დღესვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება წმინდანი მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდეს იმ მოედანზე სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორე და სადაც პრეზიდენტი ძალებულებით დაიწყო ჩვენ დღეს ხმამაღლა უნდა ვთქვათ ამ ისტორიულ კედლებში ბაგრატონთა გვარი ქვეყნის წინაშე ისტორიული დამსახურებისათვის შეტანილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დღეს ჩვენ ამ დარბაზში უნდა ვთქვათ რომ გზა იგზავნოს შესაბამისი თხოვნა იუნესკოში ბაგრატონთა გვარის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანისათვის საქართველოში უნდა არსებობდეს ქალაქი ბაგრატიონი თუ არსებობს ვაშინგტონი ეს ხوار არის ძველი მიგმა თუ არსებობს ძალიან ბევრი უამრავი ქალაქი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ისტორიამ არ იცის რომელიმე გვარს ასეთი დიდი პროგრესი მოეტანოს ქვეყნისა და მსოფლიოსთვის და მსოფლიოს წინაშე დამსახურებისათვის ჩვენ როგორც საერთაშორისო ქალაქი ისეთი უნდა შევქმნათ მას თანხა არ ჭირდება არაფერი არ ჭირდება მადლობა არაერთ პიროვნებას ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ტერიტორია თქვიცათ და გააკეთეთ პროექტი და ყველანი დავსახდებით იქ რამეს გავაკეთებთ როგორც სხვა სახელმწიფოები ამბობენ ასევე ჩვენ აგერ ჩვენმა მეზობელმა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნეს ახალი დედაქალაქი თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ინგუშეთმა დედაქალაქი ააშენეს ახალი ხალხო რა პრობლემა გვაქვს ჩვენ რომ საქართველოში რომელიმე ქალაქს კი არ გადავარქვათ სახელი ერთი პატარა ისეთი როგორც აი თქვა ესეთი როგორც აი სამეფო ქალაქებით სადაც იცხოვრებენ ადამიანები სადაც არ იქნება ფაბრიკა ქარხნები მაგრამ დედამიწის ზურგზე იქნება ერთი ქალაქი რომლის სახელწოდება იქნება ბაგრატიონი ჩვენ ვამბობთ იმას რომ მსოფლიოს მომავალი საქართველოსათვის განსაზღვრელია ერთობა და სწორედ ამიტომ აუცილებელია მოხდეს ხალხის ეკლესიის და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაცია ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობრთა მსოფლიო კონგრესის ჩატარებისათვის დაიწყო ის ფლორენციაში უნდა გავაგრძელოთ ყველგან სადაც ქართველები ცხოვრობენ და დიდი მსოფლიო კონგრესი შემაჯამებელი ისე უნდა ჩავატაროთ მომდევნო წელს უკვე საქართველოში
ესე იგი ჩვენ ვთვლით რომ ხელისუფლების ორგანიზატორობით მეცნიერების და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით სამე ესე იგი ეროვნული დოქტრინა გატანილი იქნა რეფერენდუმზე თუ არა და ხელმოწერა გავაკეთოთ და ბოლოს სახელმწიფო დონეზე როგორც თავრობაში ასევე პარლამენტში მოხდეს მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანია სამშობლო და ადამიანი სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლის საშუალება ამის მისაღწევად განხილვა და განხილვა იმ კონცეფციისა რასაც ქვია ეროვნული თანხმობის პარლამენტი კარგად იყო წარმოდგენილი წინა დოკუმენტში რომ ერთხელ მაინც ჰქონდეს ჩვენ პროფესიონალთა პარლამენტი ერთხელ მაინც პარტიების პარლამენტი არ იყოს პარტიებმა დავასვენოთ ხალხის და ქვეყანას გავიწიოთ ცოტა გვერდით და შევძლოთ პიროვნებათა პარლამენტი პროფესიონალთა პარლამენტი ეს კონცეფცია არსებობს და ჩვენ სპეციალურად შემდგომში როცა დათმება ჩამოვალთ ისევ ჯელათში და გამოვიტანთ ამ კონცეფციას მანამდე კიდე განხილვა იქნება ტელევიზიით რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი დღევანდელ ქვეყანას დღევანდელ დაპირისპირებულ ესე იგი აი პარტიულ სამთავროებად დაყოფილ ქვეყანას ჭირდება სწორედ ეროვნული თანხმობის პარლამენტი რომ პარტიული კი არ იყოს პარლამენტი რომ იბრძვიან არამე უნდა ვიყო პარტიები არ უნდა იყოს სწორად დადგა საკითხი მაჟორიტარული არჩევნები უნდა იყოს როგორ შეიძლება რომ პარტიების არჩევნები ხალხს არ ვენდობით სოფლის გამგების არჩევას და ვენდობით პარტიის არჩევას დავიწყოთ სოფლის გამგების არჩევით საქართველოში და ესეც ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იქნება ქართული ერთობის დარბაზის თავმჯდომარე ჯუმბერ პოპალენის სამწუხაროდ დაესწრო და გვიცხადა დიდ მადლობას ვინც მოგზაურობთ ჯერა მალე ვიზეიმებთ ჩვენ ქვეყნისა და ხალხის განხლიანებას ეს კი დამოკიდებულია თითოეული ჩვენი თავმჯდომარის მოძღვრებაზე მოგიწოდებთ ყველა ცხოვრით იმოქმედოთ გონებით და არა ემოციებით გაუხდეთ ერთმანეთს და ყველა ერთად გაუხდეთ ჩვენ სამშობლოს მე მგონი ეს პრინციპები ჩვენ დავიცავთ და ასევე ძალიან საინტერესოა რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და მისი მთლიანი კოლექტივი გამოხატავს მადლობას რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი დავითი გურგენიძე და ის გამოხატავს დამოკიდებულებას რომ წარმოქმნილი გამოწვევის პირობებში უდავოდ მნიშვნელოვანია ქართული ეროვნული ღირებულების გარშემო განთლიანებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი. რაშიც დარწმუნებული ვარ, გელათის კონგრესი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანს. ის გამოხატავს იმედო სწავლულობ შესაძლებელია უბრალოდ ერთად კონგრესთან ერთად არამშრომლობის პარლამენტში ჩვენი წვლილი შევიტანოთ განვითარებაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ტექნიკური უნივერსიტეტის ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ სხვა უნივერსიტეტების შემოგვიერთებიან სამწუხაროდ არც ერთმა სხვა უნივერსიტეტმა და ინსტიტუტებმა ასეთი წინვალები მართვა არ გამოხატეს ეს ნიშანია რომ ტექნიკური უნივერსიტეტი საკმაოდ მაღალ დონეზეა და იგი პატრიოტული უხდი მაღალ დონეზეა შენარჩუნებული აქ არის სოხუმის უნივერსიტეტმა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ და კავკასიის უნივერსიტეტმა ძალიან კარგი ბატონმა შენგელიამ პროფესორმა შენგელიამ რომელიც სოფლიო უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პრეზიდენტია მან ძალიან დიდი ეს გამოგვიგზავნა კიდე და მადლობა ყველას მათულას ნუ შესაბამისად ეს ინსტიტუტები და უნივერსიტეტები და მეცნიერები ჩაერთვებიან იმ განხილვებში, რომელიც გვექნებათ საბურამოში და აი ეს არის ერთადერთი სწორი გზა. კარგი, დღევანდელი დღე დასრულებულია დღევანდელი დღე. მადლობა. თქვენ გქონდათ კარგი ერთი თვით ძალიან და მოკლედ, წერა შევოთქვა ხალხსრობელმა ვერაიღო ჩემი სიტყვის რისეთ მანდა ის ბოლომდე ვერ გაიგო ბევრმა და ისეთი აზრი გაჩნდა რომ თითქოს ეკლესიას არ აკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება რა თქმა უნდა არა მაგრამ ხელი რო შეუწყოს ამის უფლება კი არა ვალდებული და მოვალეცაა იმიტომ რომ მხოლოდ სულიერ გადარჩენაზე კი არ უნდა ზრუნავდეს ეკლესია და ზრუნავს ის ფიზიკურ მოსახლეობიდან მეორე ფიზიკურ გადარჩენაზე სწორედ ფიზიკურად თუ გაუწყდა მეორე იქ რომელ სულიერ და სულიერ გადარჩენაზე საუბარი ხო
მოკლედ აი ფორმულაში ხელისუფლებას მიმართავ ხალხი ხალხამდე ადვილი დასაგებელია ეს მესხე და კონგრესი იდეები არ არის ხალხის ადვილი დასაგებელია აი მინდა ფერმერის აშენება ჩვენ გვაქვს ფული მიმართავ ხელისუფლებას როგორც მასალა რომლებიც ხელისუფლებას ფერმერს აღჭირდება ყველანაირი სამშობლო ყველაფერი საკუთრებაში ის საერთოდ ახალი საკუთრებაა როგორც მასალა ხელისუფლების ტექნიკა მოგვიწევს ის საშუალებაა ის გამოდის არჩევი ფინანსების და ისლანდობით ამ საერთოდ ამის უნდა იმას ვისაც უნდოდა ვისი პარტიასა და ვისი თავარი ის მოყავ მოდამალე ხარ მერედის მოდამალე და მადლობა მე პატონბესი დიმადო პატონბესი აქ ჩვენ სტუმარი გვესწრება რომელიც ძალიან თქვი რომ გერმანიაში საფრანგეთში უცხოეთში ძალიან ბევრგან იცხოვრა მეცნიერების დოქტორი გახდა რამდენიმე მიმართულებით და თანაც პოლიტიკის მიმართულებით და ბატონი დავითი ასახელი კიდე ბატონ დავით ბუთერაშვილს ყოჩად პეტრალინას მოგისალმებით ბატონო საზოგადოებო ზურფასო პრევრო მომილოცნია დღევანდელი ორმაგი დღესასწაული ერთი დავითო ხოლო მეორე ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღება მომილოცნია მეგობრებო ეს დღესასწაულია არა მხოლოდ ქართველი ხალხისათვის არავის იგი განაპირობებს ზოგად საქართველოს ღირებულებებზე დაყრდნობით და აგებული იმ ღირსეულ შემართებას რომელსაც საფუძვლად სწორედ ქართული კულტურა ქართული კულტურული მემკვიდრეობა უწევს და ამავდროულად ლებამიბოძეთ თვითონ თქვენთანაც მოუწოდოთ რომ სნობს თავის ძალა როგორც კლასის როგორც ინტელიგენციის და გადაიქცეს როგორც ერთადერთ მაორგანიზებელ ძალად სახელმწიფო ხელისუფლების სათავეში როგორც უპრეცედენტო და ექსკლუზიური უფლებამოსილებით აღჭურვილი კლასი მართოს ქვეყანა მომილოცნია დღევანდელი დღე იხარეთ და იდღეგრძელეთ იგი ყოფილიყო საწყისი მომავალი წარმატებებისა როგორც სიმბოლო ერთგულებისა და ადამიანთა შორის სიყვარულისა. მადლობა. რავით, მე მგონი დღევანდელი დღე შედგა, მადლობა ყველას ბრძანებისთვის. მე იმეც ვიტყოდ, რომ აი ამ დარბაზში ყოველი ფრაზა და ჩვენი სურვილი შეისმეს. წმინდა დავითი და შეგვეწევა მაცხოვართან და რაც თავარია მეცნიერება ამის ერთ-ერთი ფუნდამენტალური სახელმწიფოს განვითარება. სამწუხაროდ განადგურებულია ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, ფიზიოლოგიის განადგურებულია ფილოსოფიის ინსტიტუტი, პედაგოგიკის განადგურებულია პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის, დემოგრაფიის და რაც თავარია პედაგოგიკური ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტები იყო დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელიც პრემიერთან ერთად წმინდა მენტალურ უშიშროებას ქვეყნის. და ამხელა გზას პოლიტიკური ინსტრუმენტებით ვერ მართავ. ამისათვის საჭიროა არ დავიწყოთ ამ სამეცნიერო ინსტიტუტების აღდგენა, მე ვიბრძვი სწორედ უზნაძის ინსტიტუტის აღდგენაზე, რომ უზნაძის ფსიქოლოგია შემოვიდეს, დაპყრობილია ფსიქოანალიზი, ფრეიდის, ფრუიდის, გეშტალტ თერაპიას, ბიჰევიორისტული თეორია განათლების სისტემის. ეს არის მექანიკური თეორია, რომელსაც უზნაძე არც განიხილავდა, იმიტომ რომ ეს არის ცხოველების, ასე ვთქვათ, არა შიგნით არსებული ადამიანის მართვის თეორია, არამედ ექსპერიმენტალური რაღაც თეორია, რომელიც მუშაობს, მაგრამ ეს არ არის ქართული ფსიქოლოგია. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვახორციელოთ ეს პროექტი აღარ გავჩერდა. თუ ჩვენ გავჩერდით დღეს რასაც გარბიან ეს ბავშვები, ეს ტემპი აჩქარდება, აქ აღარავინ დარჩება. მოიმატებს ნარკომანია, მოიმატებს სოციალურ ქსელებში და რაც თავარია ფსიქიატრიული. მე 17 წელი ამ სფეროში ვარ და ძალიან ძიმე მდგომარე პირდაპირ შემიძლია. ასე რომ ჩვენ იმედ ვიტოვებთ, რომ ნამდვილად შეისმეს და გვიწინამორებს წმინდა დავითი ამ დიდ ბრძოლაში. მერტვა რაღაც შეისმინოს და
გაგომარჯვებინოს და არა მარტო გაგობრუნებინოს, გაგოგზელებინოს დავით აღმაშენებელის სახელმწიფოებრიობა. ჩვენ არ გავაგზავნებთ დავით აღმაშენებელის სახელმწიფოებრიობა, რაღაც ექსპერიმენტები, რესპუბლიკები, საბჭოთა კავშირის სისტემები და რას არ ვაგზავნებთ. უნდა გაგრძელდეს. სხვა გზა არ არსებობს და შეგვეწევიან პაგრატიონები. მადლობა ყველას. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის უნდა თქვა, კარგად გრძანდებოდეთ და კი ბატონო, კარგად. ნახვამდის დიდგორამდე, ინტელექტუალურ დიდგორამდე. კარგად.